ოთო, ახალი წელია დღესე? რა გიხარია მე? ახალი წელია, მე რა უნდა მიხაროდეს? აი ნიკუს, მოიქცევი ბავშვივით. დღეს ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ, ოთარ. ვატო სადა? ვატო და ბაბუა წავიდნენ ასაფეთქებლებზე. აი კიდე ორი შენი ჭკუის. შეადო ხარ მოწყენილი ბიჭო. სენაკში მიდის გოჭზე და ეზარება. მართლა გეზარება? აი ხო არ წახვალ ჩემს მაგივრად. რა თქმა უნდა არა, ოთარ. ხო დამანებე რა თავია. დღეს ღამე ახალი წელია. მიდი ახლა დროზე. მალე ჩახვალ, მალე ჩამოხვალ. გადატენილი მარშრუტკა 4 საათი იქით, 4 საათი აქეთ, მთელი დღე გზაში უნდა ვიყო, საუკეთესო შემთხვევაში 8 საათზე ვიქნები აქ. მალია ეგ? მე რა ვქნა ახლა, ჩემ მოგონილი არ არის გაბუნიების ოჯახური ტრადიცია. არც მე არ მომიგონია, მამაჩემ ზამზარეული დამახვედრა ეს ტრადიცია. ოტო, შენ ხო გიყვარს ტრადიციები? მიყვარს ნაცი, როგორ არ მიყვარს? აი ახალ წელს საცივრო უნდა გაკეთეს, გიჟდები მაგ ტრადიციას. ქელეხში რომ ლობიოს აკეთებენ, ეგ ტრადიციაც მიყვარს. ორი შობა, ორი ახალი წელი. ძალიან მაგარი ტრადიცია, მაგრამ 31-ში სენაკის ბაზარში რომ უნდა იყიდო აუცილებლად გოჭი და მთელი დღე გაატარო გზაში, არ მიყვარს ეგ ტრადიცია. სამაგიეროდ რომ ჩამოხვალ, სუფრა გაშლილი დაგხვდება და სტუმრებიც აქ იქნებიან და შენ ეგრევე დაჯდები სუფრის თავში და დაიწყებ სმას. ხო, ეგ ცოტა მამშვიდებს, მაგრამ მაინც მაგრამ ეზარებადაც. მიდი, რაც უფრო მალე წახვალ, მალე ჩამოხვალ. აი ხო, მაჭამე საჭმელი და წავალ ხო. აი მე კიდე ქშია. აუ, კიდები და სურათი მიდა, კიდე აქ გადავიღე. კიდე გაიჩემი ჯერი არ არის. ტაქსი თქვა წავიდე? ტაქსი ძვირი არ იქნება? სამაგეროდ სწრაფია. რა როგორც გინდა. ბიჭო, მე გოჩასთან დავრეტე უკვე და ის ჩვენი გოჩი ხო იცი, გადადებული აქ. გოჩა ვინ არის? ამათი ნაცსავია, გოჩა სორდია. ისეთი კარგი დრო ვატარე მის ქორწილში, რომ ძალიან კარგი. ხო, სენაკის ბაზარში აქვს ხორცის სექცია და ყოველ წელს მისგან ყიდულობთ ხოლმე გოჭს. აი მე შემწვარი გოჭი არის ყველაზე მაგარი რამე მსოფლიოში. ნათია, 10 საათზე სუფრა უნდა იყოს გაშლილი, ხო იცი? მაშინ 8-ზე უნდა იყო აქ გოჭს უნდა 2 საათი რომ შეიწვას. ახლა რომელია? 12. ტაქსით თავისუფლად ვასწრებ. ბო 10 საათზე რატო უნდა იყოს სოფრა გაშლილი? ოჯახური ტრადიცია ასეთი, 10-ზე кейფი უნდა დაიწყოს. შემი ლომები მოვლენ 10-ზე. აბა ლომები? ბიჭები. მომღერლები? ხო. ვინ და ვინ მოვა? ტრადიციულად ვინც დადის ხოლმე. უხრას გავიხლიწებით სმით და кейფით. ანუ ყანწები წელსაც უნდა დამაძალოთ? შარშან კარგად აფრიალებდი ყანწებს. შარშან დავთვე და წელს დათრობა არ მინდა. ანუ არ დალევ? ცოტას დავლე. ნიკოლოს, ცოტას დავლევ, რა მუღამია. ბიჭო, კაი პუნქტია. ნაკლებს დალევ, სახეს შეინარჩუნებ, სასიამოვნოდ ისაუბრებ, საინტერესო ადამიანი იქნები, იცეკვებ, ხო? ბიჭო, გატარეტილი მთვალი თუ არ ხარ, რანაირად უნდა იცეკო? ჩვეულებრივად, რატომ უნდა ცეკვას სიმთვრალე? მეზიზღება ცეკვა. სამაგეროდ ყანწები ხო გიყვარს? ყანწი ტრადიცია. ცეკვა არ არის ტრადიცია. რაიმე კუჭმაჭი. ცეკვაც ტრადიციაა, მაგრამ სხვისი ტრადიცია. აი, ნიკას შთამომავლობის ტრადიცია იქნება ცეკვა, ჩემი შთამომავლობის სმა. გიგოც. მიდედა. კაი, ოთო ეხლა ადექი დროზე და წადი, თორე დაგაგვიანდება. ტელევიზორს უყურებ რა ცოტა ხანია. აი მე გადამრევს ეს კაცი რა. მაცადე რა ვიცი ჩემი საქმე. ოთო, ინანებ მერე. არაფერსაც არ ვინანებ. ოთარ, პერივალია მაინც ან არ გათოვდეს, ან არ ყინვამარ და იჭიროს. წადი და ჯობია ხა. არ მოთობს. ბიჭო, სტიქიის იმედზე ყოფნა არ შეიძლება, თორე მე რეიძახე, რომ წელს უპრეცედენტო რაოდენობის თოვლი მოვიდაო. არ მოთობს თქო, ვა? ნახე ამინის პროგნოზი? ახალ წელს არ თავს ხოლმე. რა სისულელია ხა ეს? დამანებეთ რა თავი რა. იცოდე რომ მოთოვოს თქვენი ბრალი იქნება. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს მისი ბრალი იქნება? რიკოცე შენ გაიჭედები უმიგოჭით ხელში, შიერი და მოწყენილი. ოთო, წადი ახლა, თორე გავგიჟდები. ნათია, შეიძლება მთელი ცხოვრება გაგიჟებით მე მოკრებოდე. შეიძლება მთელი ცხოვრება ნერვებს მიშლიდე. როგორც ჩანს, შეიძლება. არ მეყოფა. მოდი აქ. გული გაქვს? კი. ადექი მაშინ დროზე წადი. ჩქარა. აჰა, ავდექი. მასადეთ რა ცოტა ხანი ტელევიზორის ყურება. აი რა, ოთო რა. არ მოთავს თქო. ნათი, აბა შეხედე ეყოფა? არანათი დიდხანს უნდა ზილო კიდე, ცომი არ უნდა გეკრობოდეს ხელზე. ოთარ, არ მიდიხარ?
ფილმს უყურებ. მიდი დროზე რა. კარგი რა ნიკოლას, ნუ აყვები ხოლმე რა შენს ამ ქალებს რა. ბიჭო, არავის არ აყვები მე. ჩემი რაციონალიზმი მაიძულებს კითხვა რომ შეიძლება დააგვიანო. იცი რა მაგარი ფილმია? ოთარ ძალიან გთხოვ ეხლა. ეს გოგო არის მაფიოზი, მამა ყავს პოლიციელი. ოთარ რა დროს ფილმია, კარგი რა. მამამისი მოიყვა სახში დედინაცვალს, რომელსაც ეს გოგო მაგრა არ დაევასა. არ მაინტერესებს, გეხვეწები. ერთხელაც ეს გოგო დაინახავს მამამის როგორ უყრის ჩაიში დედინაცვალი საწამლავს. რა ბუნჩი? დაბრედვა უნდა ვერ ხვდები? ქონება რო დარჩეს. აი ერთი ამიხსენი პოლიციელს საიდან აქვს ამდენი ქონება? ბობოლა პოლიციელია, ბიჭო, კორუმპირებული. სად ხდება ეგ ამბავი? ამერიკაში, ნიუ-იორკში. და ამერიკაში კორუმპირებულია პოლიცია? მომავლის ამერიკა, ნიკოლოს, 3013 წელია. ანუ 1000 წლის მერე ხდება? ხო, 3014 წელი მოდის. დეკემბრის ბოლოა რა. საახალწლო კინოა? აბა, საახალწლო ეთერში ჟაპონში უშვები. ო, რავი. და მე რა ხდება? მერე ამ გოგოს შეუყვარდება ტაქსისტი. მე გოგოს დედინაცვალს? არა ბიჭო, მაფიოს პოლიციელის შვილს. აი ტაქსისტი რა პუნჩი შეუყვარდა მაფიოს გოგოს. სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ნიკოლას? გასაგებია. და რა უნდა ამ ტაქსის ზოლს? ეგ ეხლა გაიყვება. მე მგონი ეს ტაქსისტი არის დედინაცვლიშვილი პირველი ქორწინებიდან. ძალიან ჩახლართული ამბავია ეგ. გეუბნები ძალიან მაგარი ფილმია. ბიჭო, და ეგრე ხო ესენი დაძმანი გამოდიან? ნუ თლა დაძმა არა, მაგრამ რაღაცა გეტყონჩი კი. ეხავს მაგრ. რა? რა და გოგო რო შეგიყვარდება და შენი დედის ქმრის შვილი რო აღმოჩნდება. მე მგონი ამ ტაქსისტსაც მაგრა უტყდება ნიკოლას. იცის? არა, აბა ხდება? არა. აბა? ხრწნობს. მოიცა ეგეთი რამე როგორ უნდა იცნო? მობილური ტელეფონით. რა? აბა, მობილური ტელეფონით როგორი? 3014 წელი მოდის ნიკოლოს. ხვდები სადამდე წავიდა ტექნიკა. ძალიან მაგარია ეგ. ძალიან მაგარი ფილმია. ათო რა საკეთებ? ტელევიზორს უყურებ, არ შეიძლება? ათო ჩაიცვი ახლა დააგვიანებ. არ დამაგვიანდება. რა? უი, წამოწ. რა იყო? შენ კიდე აქ ახლა ბიჭო? ნათი, ძალიან მეზარება. მეც ძალიან მეზარება საცივის გაკეთება, მაგრამ ვაკეთებ. ნიკოს წამოვყევი შენც რა. ბიჭო, მეც კი ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ არ შემიძლია. რატო? 25-ში გავაგზავნე სტატია მსოფლიო ეკოლოგიის ჟურნალში და დღეს ველოდები ზარს. მეტყვიან დაბეჭდავენ თუ არა? წამოიღე მე ტელეფონი. და რო არ დაიჭიროს სადმე და დამირეკონ, შეიძლება გავგიჟდე. ხო იცი რომ ყველგან იჭერს. ზოგან არ იჭერს, ასე რომ უკაცრავად მარტო მოგიწევს წასვლა. ოღ რა ხალხი ხარ თქვენ. ნათი, ბატონო. ნათი, ცომი მოვზილე, მოდი აბა შეხედე. ნათი კიდევ ზილე. ადექი ახლა უთო და წადი. კაი ხო მივდივარ, ოღონდ ჯერ ჩაი დამალევია. კაი რა ჩაი დააგვიანებ რა. გავთმები და თბილად ვიმგზავრებ. ჩაის დალევ, ჩაიცვა და წახვალ. რა ზარმაცი ხარ ბიჭო შენ? მე ხო ჩამოგდა კოჩი. ნათი მზად არის? ზილე. ნახე რა შემოწერეს ბაბუას. ვაიმე. ურა კაია ჩაი და პავილო. აუ ათო გეყოს ახლა ადექი და წადი. მაცადე რა დავლევ ჩაის და წავალ. ეს უკვე მეორე ჭიქაა. ხო რა მოხდა მერე? დამდეგს გილოცავთ. დამდეგს. ვანიკო როგორ ახარ მეზობელო? სუდად. რატო? ბიჭო. დამიჯერებ რომ ყველაზე მეტად აი ეს საათები არ მიყვარს თელ წელიწადში რა. აი ახლა რო იწყება და ღამის 10 საათზე თავდება. რატო? ბიჭო, არასოდეს არ ვიცი ხოლმე რა ვაკეთებ. ქალები საჭმელს აკეთებენ, სუფრაშლიან, ჩალიჩობენ. მე კიდე აი ესე უაზრო ვზივარ და ველოდები როდის დაღამდება რა. ვანიკო, კიდე ეს რო საინტერესოდ გაგატარები. დავლიოთ. არა, ვიმოგზაუროთ. სად? აქედან სენაკამდე და სენაკიდან აქამდე.
აი ეს უაზროდ ყოფნას ყველაფერი მიჩემია რა. შენ გენაცვალე ვანიკო, მანქანა ხოძია? ეზოში დგას შველივით. წავედით. კარტოფილში რა ბიჭო? ეცა სენაკში რა გვიდა? მაგაც გზაში გეტყვი. აი დავით, ხო? აჰა, თქვენთვის რო დამეჯერები უნდა მე ჩაქჩაქე მარშრუტი. აუ, ნერვები მეშლება, რა ბედი აქვს. მეც რომ მითხრა მაინც რაღაცა. რა იყო ერთად არ შევინახეთ? რომელი საათია გოგუებო? 3. ოცა ჩავიდოდა უკვე. თუ კარგად ივლიდან ჩავიდოდა კი. კარგად იმდენ ვანიკოს ძალიან მაგარი მანქანა ყავს. ვერ ივლიდან კარგად, იმიტომ რომ საახალწლოდ გადატვირთულია გზები. 1 საათის წინ ველაპარაკე და პერევალზე ვართო. რაო, გადავედითო თუ გადავდივართო? უი, ეგ არ მიკითხავს. ხო და ესე იგი არ გადასულან თუ რა დარეკავდნენ და ჩავიდოდნენ თუ რაღაც არ ვიცი. ნათი დაურეკი აბა. აუ, გათშული აქვს. ესე იგი არ გადასულან, იმიტომ რომ რამოდენიმე ადგილას გარიჭერს. ამათო თუ ესეთი ტემპითი არის, მალე ვერ ჩამოვლენ. იქიდან თუ კარგად ივლიან ჩამოასწრებენ. ამე კარგად როგორ უნდა იყვნენ გზები გადატვირთულია. საღამოს უფრო კაი მდგომარეობაა ხოლმე. დრო მოთოვოს. არ მოთოვსო, ხო თავი მოიკლავთო. მაშინ არ მოთოს. და რა იცოდო? კიდე მოთოს გული უგრძნობს. ნათია, კარგი რა. უცა შე რატო ხარ გაღიზიანებული? საერთოდ არ ვარ გაღიზიანებული, ძალიან კარგი ხასიათზე ვარ. არა, გაღიზიანებული ხარ რაღაც ეხლა დღიდან კარგ ხასიათზე იყავი, მაგრამ ეხლა გაღიზიანებული ხარ, ნიკა რა არის? შენც გოჭზე ხომ არ ნერვიულობ მამა შენივით. მაგაზეც და კიდე უფრო სხვა რაღაცაზე. რაზე? მოკლედ 7 საათამდე თუ არ დამირეკეს, ესე იგი ჩემ სტატიას არ ბეჭდავენ იქ. აუ, მე მაგაზე ნერვიულობ, კარგი რა. ნათია, შენ იცი რას ნიშნავს დაგბეჭდონ ეგეთ ჟურნალში? ჰონორარს გადაგიხდიან, ხო? ჰონორარსაც. მაგრამ ფული ხო არაა მთავარი. ფული როგორ არ არის მთავარი, ნიკა? უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს თქო. რა? აღიარება. აუ, აღიარება კარგია, მაგრამ რაში უნდა გამოიყენო? რაშიც მინდა ნათია, პირველი ქართველი სპეციალისტი ვიქნები, ვინც მაგდონის ჟურნალში დაბეჭდეს. აუ, მე რა? ნათია, შენ ხომ მაინც იცი როგორ ჭირდებათ კვალიფიციური კადრები ჩვენთან სამინისტროში? დაგაწინაურებენ? აბა რა? რამდენად? რას ნიშნავს რამდენად? რამდენად წინ წახვალ სამსახურეობრივ საფეხურზე? ერთო. მართლა? უდაოდ. რამდენიმე საფეხური? სახელობრივ. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე? მინიმუმ. მოიცა, უფრო ზემოთ? ოდნავ. ღადაო? არანაირად. აუ, მიყვარხარ ნიკა. და შენ იცი მინისტრის მოადგილეს რამდენია ხელფასი? რამდენი? ჩემზე სამჯერ უფრო მეტი. აუ, მე სამჯერ უფრო მეტად მეყვარები ნიკა. აბა, ფული მთავარი არ არისო. თავარია ფული, რომელიც მოაქვს აღიარებას. აუ, უკვე მეც ნერვიულობ. რაზე? რატო არ გირეკავენ? აჰა. კაიო თუ, კარგი. სწრაფადი არეთ, ოღონდ ფრთხილად. კაი. რა ოთარმა? სენაკში ვართ უკეო, გოჩა ვნახეთო, გოჭი ვიყიდეთო და მოვდივართო. ვა, რომელი საათია? 6:30-ია. 8-მდე ვერ ჩამოვლენ. 2 საათნახევარია 8-მდე. და გაიხსენ აქედან რამდენი ხანი მიდიოდნენ? ხო, დიდხანს მიდიოდნენ. უკან კიდე უფრო დიდხანს ივლიან. რატომ? იმიტომ რომ გზაში დაუღამდებათ და ღამეს რაფაცერული რთულია. აუ, 10-მდე ვერ ჩამოვლენ. თუ არ მოთოვა კი? არ მოთოს. ნახოთ. აუ, მთავარია, სანამ მამა პაპურის ბიჭები მოვლენ, მანამდე ჩამოვიდეს. 10-ზე მოვლენ ეგენი. ხო და მთავარია 10-მდე მოასწროს ჩამოსვლა. ნიკა, შენ რატო არ გირეკავენ? აუ, ნათია გეხვეწები, ხა ეგარ გამახსენო ძალიან თქო. აუ, რო არ დაგირეკონ, ახლა უკვე ძალიან მეწყინება. როგორ რატო?
რას ქვია რატო? არ არის საწყენი? არა, საწყენი არის, მაგრამ რატო გეწყინება ახლა უკვე? შენ არ მითხარი მის სიმოადგილე შეიძლება გავხდეო? ნათია, ჩემი კარიერა უმნიშვნელოა იმასთან, რასაც ქვეყანა დაკარგავს, თუ ჩემი სტატია არ დაბეჭდეს იქა. ქვეყანა რა შუაშია? გაიხსენება რა ქვია ჩემ სტატიას? მოიცა ეკოლოგია დინამიურად განვითარებად ქვეყნებში. და მე რას ნიშნავს ეგ? რას უნდა ნიშნავდეს? სათაურია. დინამიურად განვითარებადი ქვეყანა, რას ნიშნავს? ვერ ხვდები? როგორ ვერ ხვდები? მითხარი, მიდი აბა. ქვეყანას, რომელიც დინამიურად ვითარდება. და რომელია ეგ ქვეყანა? და რომელია? ვაიმე, საქართველო. გასაგებია. მიხვდი ახლა? მაინე ბოლომდე ვერა. აი, რა ვერ გაიგე ამიხსენი ჩქარა. რატო ესე მნიშვნელოვანია სტატია ქვეყნისთვის? იმიტომ რომ სტატია საქართველოზეა. მერე რა? ადამიანო, ამ სტატიით საქართველოს მთელი მსოფლიო გაიცნობს. მოიცა ამ ხელა ტირაჟი აქვს სოფლიო ეკოლოგიის ჟურნალს? უზარმაზარი. და იცი რა გავლენიანი ხალხი კითხულობს? პრეზიდენტები? პრეზიდენტებიც კი. ამ სტატიით საქართველოს თუ ყურადღება მიიქცია როგორც წესირება ქვეყანამ, სადაც ეკოლოგიას პატივცემენ. ეს რას ნიშნავს, იცით? რას? რას და ჩვენი სამშობლო საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება. ეკონომიკა გაიზრდება, ინვესტიციები შემოვა, ტურიზმი განვითარდება, სამუშაო ადგილები შეიქმნება, ხალხი უკეთ იცხოვრებს, ხალხო. მე ძალიან ნერვიულობ ეხლა მე. რაზე? რატო არ გირეკავე ნიკა? აბა. აუ გაითიშა. ოთოა? ხო, მაგრამ რას მეუბნება? არაფერი არ მეს. რომელი საათია? 7 ხდება. ხო, პერევალზე ხო გითხარ და მაგით ვარ გისმის. გოგო, ამ ტელეფონს ხო არ ჭირს რამე? გაბჭებულია? რა ვიცი, ჩვეულებრივად ვხმარობ. მაშინ იკავრაც თქვა ის იქნება. ხო რა. მე ნიკა 7 საათია. ვიცი, ნათი ნერვიულობ რა. მე უკვე ყველაფერზე ერთად ნერვიულობ რა. ჩემი ტელეფონია. მე უპასუხი აბა. ოთო. ოთო. ალო. სად ხარ? არ მესმის. სად ვართო? არ მესმისო, მოიცა. ალო, ოთარ, ხომ მშვიდობაა, სად ხარ? რამდენ ხანში ვიქნებითო? გაითიშა. ვაი, უპასუხი. ალო, ოთო, ნათია ვარ, ოთო, ნათია ვარ. გაითიშა. აუ, რა ვიფიქრო რა, აღარ ვიცი რა ხდება. აი, ჩემია ისე, ხო იცი? უპასუხე რა. ალო. ოთარ, სად ხარ? სად ხარ? რა? What? Yes, I'm Nick Kebunia, yeah. Okay. Okay. Thank you very much. რაო? სოფლიო ეკოლოგიის ჟურნალმა დამირეკა. აი მე მაგას მივხვდით, მერე რა მითხრეს იცი? რაო? დაი მე ოთო, ოთო. ალო, ოთო. მოიცა. ოთო! ნათია ვარ! გაითიშა. ხოდა ხო გითხარი პერევალზია და 2 საათში აქ იქნება დაწნარდით რა. აი მე 9-ზე თუ აქ იქნებიან, გოჭის შეწვესაც მოვასწრებთ. ხოდა მოთფინებით ველოდებით ძალიან ხარ. აი კიდე გათიშული აქვს რა. ნათიკო პერევალზია ეტყობა და არ იჭერს იქ ზოგან. მე სულ ზოგან როგორ არიან 1 საათია გაუჩერებლად ვურეკავ. ვეუბნებოდი მე შეიძლება მოთოვოს თქვა არ დამიჯერა. გოჭი არ მაქვს სუფრაზე. კარგი რა მამა რა დროს გოჭია ოთარზე ნერვიულობ. ოთარს რა უჭირს? ზის ახლა ალბათ თავისთვის და წყნარად ქეიფობს. ახობიძე არ ამგონია ესეთი უპასუხისმგებლოც იყოს. ვინ ოთო? ხო რა ვიცი. შენ უნდა წასულიყავ ნიკა. აი მე როგორ მაგის ჯერი იყო წელს. მაინც შენ უნდა წასულიყავ. ვანიკოსთან დავრეკოთ. იქნებ იმას არ კონდეს გამორთულია? ვანიკოსაც გამორთული აქვს. აი რა არის ახალი წელი გოჭის გარეშე? არაფერი ძმა. კარგი რა მამა რა ახალი წელი მარტო გოჭი და დალევაა? აბა რა არის? დღესასწაული ოჯახური. ყველა ერთად იქნებება ერთმანეთს ეფერებიან, სვავენ, ერთობიან, ცეკვავენ. მე სად ვარ ჩვენ ახლა ერთად თელი ოჯახი? ჩამოვა ოთოც. რო ჩამოვა გოჭი ჩამოვა მე. ხოდა დაწნარდი რა, მაგარი დღეა დღეს. უი ნიკა, შენ რა გითხრეს? ესეთი სრულყოფილი ნაშრომი ჯერ ჩვენ ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. ჩემი ნიჭიერი ხარ შენ. გილოთ. სუდის ნიშანია რა.
ოჯახური ტრადიციის დარღვევა არის ცუდის ნიშანი. ნიკოლაევიჩი. აი, ჩამოვიდნენ. გამატარი. გილოცავ, ახალწელს გილოცავ შენ ვისაც სამშობლო გიპარს, გელახარ, თინახარ, შოთახარ, ცირახარ, ექვსულ ერთია ვიქ. ნიკა ხარ, გილოცავ. შემო ნოე. ნაძვის ხეო, ლამაზა დამშვენიერო, ჰარალალო, გამარჯობა გილოცავ, დამდენს გილოცავ. როგორ ხარ? მოდი, შემოდი, დაჯექი. ოტო სად არის ჩემი ოტო? ზაშია მოდის. სად არის მალე მოვა? კი ალბათ. სენაკში წავიდა გოჩო და მოვა მალე. სენაკიდან მოდის? ხო, მაგრამ დიდი ხნის გამოსულია და მალე იქნება. ისე რა ჯობია, კაი შემწორმე გრუნგოშ, ნიკოლაევიჩ? არაფერი, მაგრამ ოთო აგვიანებს და რა ვქნა. ყველაფერი, დაგვიანება ვიცით კაცება მათ. დილიდან ვეხვეწე შენ ძმაკაც ბევრი ადექით დროზე წადითქო, მაგრამ არ დამიჯერა. აი ნათი, საწაო აქალა ორ მოვაყოს. აუ, გახთა 10 საათი რა. არის ნერვიულო, ნიკოლაევიჩ, ჩემი ბიჭებიც აგვიანებენ, ასე რომ ეგ არაფერია. ნათი დარეკე კიდე რა გეხვეწე. ხო, აი ვურეკავ. ცუდის ნიშანია, ბიჭო. საახალწლო სუფრა გოჭის გარეშე ცუდის ნიშანია. აი რა, ნიკოლაევიჩ, რას ნერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. აუ, ისევ გამორთული აქვს რა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ან ტელეფონი დაუჯდა, ან პერევალზე მოთოვა და სადღაც ჩარჩნენ. იქ სადაც ტელეფონი არ იჭერს. სოდაშორის დასავლეთ საქართველოში თოვლი იყო გამოცხადებული. ხო, მაგრამ პროგნოზიც ხომ ეშლებათ ხოლმე. თანვანიკო ჯიპი ყავს და არ უნდა გაჭედილი იყო წესით. წესი დარიგი რო იწოდეს, მამაშენმა დილის 6 საათზე გავარდებოდა და შვადიხსას აკიკნებოდა ისე. აი, ფონი მოვიდა. მოვიდა. გამატარი. ეს უკვე გოჭია, გოჭი. აი, გილოცავ, ახალწელს, ჩემო ნიკოლოს. აჰაში. მეც გილოცავ ბეკა. ხომშვიდობა. კი. ბეკა! გილოცავ. შენს გილოცა ჩულო ბექა მოდი, შემოდი. ოტო სად არის? მალე მოვა ბეკა. სენაკშია გოჭზე. სენაკიდან მოდის? ხო, მაგრამ ნუ წამოსულია და მალე იქნება უკვე. ხო, რა მალე მოვა რა, აბიანდება. ბეკა? რომ გითხარი მოდითო. ოტიკო, რადომა დაიგავიანე. ნათი შულო დარეკე გეხვეწები რა კიდე ერთხელ რა. ახვავე. უშენო მზე არ მზეობს უშენო ახალი წელიც არ მინდა უშენო ჩემო ტიკო თქვენ გენაცვალეთ, ხوار მიუძდა თუ რა. აბა დაუნდო, მოდი. დაველოდოთ, კაი. არა, ოთორი შეიძლება სულ არ მოვიდეს და კარგი რა, მამა, საწავა მოვა ბრას. რა ვიცი, შვილო, რა ვიცი. მამა, არის ნერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. კარგად როგორ იქნება, გოჭი არ მაქვს სუფრაზე, კაცო. ნიკოლაევიჩ, გოჭი ხო არა, მთავარია რა? თავარია, თავარი. მოკლედ დავსხდეთ. დავსხდეთ. რა არის ბიჭო უხერხული, ნუ გადამრიე გახთა 12 ხე. უხერხული არ არის, უბრალოდ ცუდის ნიშანია უბრალოდ. მამა, რაც რომ მორწმუნეობაა, ეხლა ვერ გამიგე. შვილო, ოჯახური ტრადიციის დარღვევა ცუდი, თორე სრულ მორწმუნეობა არაფერ შუაში არაა. ბაი მე გავიდა ერთი ზარი და გაიჩაშა. აი, ხო ხედავ, გზაში, ანუ მოძრაო. ძალიან კაი, თუ მოძრაობს, მაშინ ხوار დავსხდეთ ნიკოლაევიჩ, მაგან გზაში. გოჭო სუფრაზე არ გვინდა რა, მოისადო ცოტა. კი, მაგრამ საცი ვიწვარი ამ სუფრაზე. ორა მართალია რა, გზაში ავთო როგორცაც დავსხდეთ ბიჭო. დავსხდეთ. აი, მოვიდა. ოთოც და გოჭიც. მიდი. ოთო რა გაბუნია? ჩემი ძმა გოჭი. ნიკოლოს, გილოცავ. მეც გილოცავ და თუნდაც გაიხარე. რა ვიცი, არაფერი რა. ესეც დათუნა. გილოცავ დამდეგს რავას და ეს. მოდი შვილო, მოდი, დაჯექი, მოდი. ოტო სად არის? ოთხარი. სენაშია მალე მოვა. სენაკში წავიდა გოჭსა და ეთყობა გზაში გაიჭედა. არა, ნოე, გზაში შეიძლება არც გაიჭედა, მაგრამ არ ვიცი ზუსტად, ნუ ჯერ. აუ არ მომწონს ეს ამბავი რა, არ მომწონს. ნერვიულობთ, მამა, ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იქნება. რა ვიცი, რაღაც ცუდის ნიშანია საახალწლო სუფრა გოჭის გარეშე. მამა, ცუდი და ეგეთი რაღაცები გეყოფა ხა იცოდე.
Რაღაც ცუდი მოხდება გეუნები მე შენ. კაი რა ნიკოლაევич საახალწლო სუფრაზე რომ შემწვარ გორჩო შეჭამ ამაზე ცუდი რა უნდა მოხდეს. კაი, დავსხდეთ. მოიცა, უთოს არ დაველოდო? მთელი დღეა ველოდები და მოდი მივუსვეთ სუფრას რა. ძალიან კაი, ძალიან კაი. ვურეკა ვოთოსაც, ვანიკოსაც და გათიშული აქვს ტელეფონები ორივეს. დაბზანგი. ჰა? აი ეს ნამდვილად ოთარ გაბუნია. რა იცი? ბიჭებო, თქვენ კიდე ელოდებით? არა, ჩვენ ყველანი და უთო არა. აუ ეგრე. არ მინდა ეს სენაკური კოჭი, ჩემი ძმა მინდა. ნიკა, სად არიან ამდე ხანს? კეთუსია, გილოცავ დამდეგა ხალხს. მე რას მილოცავ, ძალიან ნერვიულობ. კარგი რა, ნერვიულობ, ჩვენც ნერვიულობთ. ტელეფონებიც გამართული აქვს. ნუ არა უშავს, გამოსწებიან საწავლენ. რა ხდება თქვენთან? ველოდები ჩემო რა. მიდი შემო. კაი, მოიცა. ვანიკო, ჯობია საერთოდ არ ჩამოხვიდე. აი ეგრე. კარგი, ახლა ახალი წელია რა გჭირს ნუ. გავაახატლებ მე მაგათ. მიდი რა შემოდი რა. რა ლამაზი ხარ ქეთება? ვკაი რა. ეს კი ჩვენი მშვენიერი მეზობელი ქეთევანი. გილოცავ. კეთს რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ვერაფერს ვერ ვისამთ. უნდა დაველოდოთ და რო ჩამობზადებიან, მე გემრიელად გამოვლანძღოთ. ჩამოვლენ, მალე ჩამოვლენ, აი ნახე. ხო, თაკა წავიდა მეგობრებთან ერთად, იქ უნდა შევხვდეს ახალწელს. ჩემი ქმარი შენ მაქმარმა წაიყვანა და დავრჩი მარტო ახალწელს. ხო, კარგია. ხო და იყავი აქ და ყველანი ერთად შევხვდეთ. პარაგზა. მე როგორც ვატყობ უთო დღეს ვერ მოვა და ამიტომ ჯობია ჩვენ წავიდეთ, კარგად ზანდებოდეთ, ბრალას და ეს. სად წახვალ, კაცო? რა ვიცი, ნიკოლაევич, სადმე წავალთ. გალერეში რა ხდება დღეს? ამაღამა რიყეზეა მაგარიბო. ვიღაც მაგარი დიჯეები უკრავენ დოქებში. დოქებში რიყეზე? მაგარი გულა. მოიცა, ახლა აქედან ვერსად ვერავინ ვერ წავა. დიახაც, მოსვლა თქვენინება იყო, წასვლა ჩვენი გაბუნიების ნება. უთო თუ არ მოდის, ახალი წელი ხომ მაინც მოდის, კაცო? მოდის. და აღსანიშნავი ამბავი ხო გვაქვს? კი. მალე ჩემი სტატია დაიბეჭდება მსოფლიო ეკოლოგიის ჟურნალში. ოჩახ! აბა მივუსვეთ ახლა სუფრას. მართალია ოთარი სახში არ არის, მაგრამ თამადა ვიქნები მე. უნდა დარგია. უნდა დავახრიალო. აბა წავიდა ქეიფი, უგოჭო ახალი წელია. საათლებზე ჩემზე იყოს გემრიელი სიმღერა თქვენზე. შენ შემოგმეგონ ჩვენ აქედან არსად არ უნდა წავიდეთ. მეც ასე მგონია. ერთი სიმღერა არ ვაჩუქოთ, ხო? რა სიმღერა? არ მგონია. მოძღვნილი სახებ და სამიქნება სიყვარული თუმაველთ ასეინება აღელი ოცნებები ზელიზღება მაგრამ არ ვიშვენი ოთოს გადავიშლება რა მოხდა? სად იყავიოთო? თოლში გავიჭედეთ. მანქანა დავტოვეთ. ფეხი წამოვედით. ვანიკომ ტყეში მოკლეზეო. გოჭი მგლებმა შემიჭამეს. ცივა მშია მწყურია. და გილოცავთ ახალ 2014 წელს.